იცოდით, რომ ოკეანის 80%-ზე მეტი ამ დროისთვისაც კი შეუსწავლელია. სწორედაც მისი იდუმალების წყალობით, ოკეანე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია ჩვენს პლანეტაზე. შემზარავი ზვიგენებიდან დაწყებული, წყალქვეშა ქალაქებით დამთავრებული, ამ ეპიზოდში ოკეანეში მომხდარი ყველაზე საშიში ისტორიების შესახებ ზღვის სანაპიროზე დასვენება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. გამაგრილებელი სასმელები, მზის სხივების ქვეშ თბილ წყალში ცურვა და მოულოდნელად ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ადამიანები ზვიგენის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩნენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მათი სიმშვიდე ცელნამგალავ ეშაპმა დაარღვია. ალბათ ყველას მცირედით მაინც გვეშინია ზვიგენების და ეს გასაკვირიც არაა. მათ ხომბასრი კბილები, ნადირობის საკმაოდ კარგი უნარი და მასიური სხეული აქვთ. მაგრამ როგორ მოიქცეოდით, თუ მოულოდნელად ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდით? ეს ვეფხვისებრი ზვიგენი მშვიდად, მაგრამ მიზანმიმართულად მიცურავს ნიკი ბრეიდისკენ, რომელმაც 2020 წლის თებერვალში ბაჰამის კუნძულების სანაპიროზე ჩაყვინთა. ზვიგენი მისგან რამდენიმე სანტიმეტრში დაცურავდა, რის გამოც ნიკი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს ეს ზვიგენი გოგონაზე თავდასხმას არ აპირებს, მაგრამ თეთრი ზვიგენების შემდეგ ვეფხვისებრი ზვიგენები ადამიანებზე თავდასხმის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებენ. ისინი 128 ჯერ დაესხნენ თავს ადამიანებს და 36 მათგანი მსხვერპლეს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ზვიგენის თავზე ხელის დადებას შევაცდებით, ალბათ რამდენიმე თითის, ან საერთოდაც ხელის გარეშეც კი დავრჩებით. მაგრამ ნიკის მოქმედება საკმაოდ ფრთხილი იყო. ის ზვიგენის ცხვირს შეეხო. საქმე იმაშია, რომ ზვიგენის თავში მოთავსებულია ასობით რეცეპტორი, რომელიც ოკეანეში მაგნიტური და ელექტროველების ცვლილებებს აფიქსირებს. ზვიგენები სწორედაც მათი მეშვეობით ახდენენ სივრცეში ორიენტაციას და ნადავლის დაჭერას, რადგანაც ყველა ცხოველს ნერვებისა და კუნთების აქტივობის გამო სუსტი ელექტროველები აქვთ. ცხვირზე შეხებისას ზვიგენის უნიკალური ელექტროსენსორი მცირე დროით წყობრიდან გამოდის, რაც მის დეზორიენტაციას იწვევს და ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს. ნიკი პროფესიონალი მკვინთავია, მაგრამ ასეთ მტაცებელთან ახლო კონტაქტი საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს. მხოლოდ ერთი არასწორი მოქმედება საკმარისია, რათა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. როგორც ვხედავთ, ერთი ზვიგენი საკმაოდ სახიფათოა, მაგრამ რა სიტყვით 25 ზვიგენზე? ზღვაში ცურვისას ეს ქალი მოულოდნელად 25 ზვიგენის ალყაში აღმოჩნდა, მაგრამ როგორც წესი, ზვიგენის ეს სახეობა აგრესიით არ გამოირჩევა. ისტორიის განმავლობაში ისინი ადამიანებს თავს მხოლოდ 9 ჯერ დაესხნენ, მაგრამ ამ ზვიგენების მშვიდი ბუნების მიუხედავად, მათი ნაკბენი საკმაოდ სახიფათოა. მათი კბილები სახეხის მსგავსია და ისინი საკვებს მტვერსასრუტივით ისრუტავენ. თუ ეს ზვიგენი თქვენს ხელზე კბენას გადაწყვეტს, მალევე ხელის ადგილას მხოლოდ ხორცის ნაგუწები დარჩება. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ კბენის შემდეგ ისინი მსხვერპლს კბილებს აღარ უშვებენ. მაგალითად 2016 წლის მაისში 23 წლის შეინ ბარკოვსკი ფლორიდის სანაპიროზე ცურავდა, როდესაც 60 სანტიმეტრის სიგრძის ზვიგენმა მას ხელზე უკბინა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი და ზვიგენის განცალკევება მოხდა. საბოლოოდ რაც არ უნდა იყოს, ალბათ ამ ზვიგენებთან ერთად ცურვა უსაფრთხო გასართობი ნამდვილად არაა. ზღვაში ცურვა დასვენების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არასდროს ვიცით, თუ რა საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ მოულოდნელად. Oh no. Oh my God. Get out! ფლორიდის სანაპიროს ერთ-ერთი სასტუმროს დამსვენებლები საკმაოდ შეშინდნენ მას შემდეგ, რაც ზღვაში ჩაქუჩისებრი ზვიგენი შენიშნეს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დიდი ალბათობით ეს ზვიგენი თევზის დაჭერას ცდილობდა, როდესაც ის ადამიანისკენ დიდი სისწრაფით გაცურდა. ეს ზვიგენები საკმაოდ კარგი მტაცებლები არიან. თავის უჩვეულო ფორმა მათ ნადავლის ზებნაში ეხმარებათ. ამ ჩაქუჩის მაგვარ წაგრძელებულ წანაზარდებზე მათი თვალებია განლაგებული, რომლითაც ისინი როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთაც ხედავენ. საბედნიეროდ აქამდე მათი ადამიანებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. მაგრამ ყველაფერი შესაძლოა ბევრად უარესად დასრულებულიყო, თუ ადამიანი შედარებით ღრმა წყალში აღმოჩნდებოდა. 2021 წლის დეკემბერში დევიდ შერერი ოკეანის სიღრმეში ზვიგენის პირისპირ აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბარჯი ჰქონდა, დევიდ სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზვიგენი მასზე თავდასხმას გადაწყვეტდა. თეთრი ზვიგენები ადამიანებს თავს იმ შემთხვევაშიც ესხმიან, თუ ისინი მათ პროვოცირებას არ ახდენენ. 354 დაფიქსირებული შემთხვევიდან 57 მათგანი ადამიანის სიკვდილით დასრულდა. დევიდი გამოცდილი მყინთავი და წყალქვეშა მონადირეა, მაგრამ მან აღიარა, რომ საკმაოდ შეშინდა მას შემდეგ, რაც ზვიგენმა მისკენ ცურვა დაიწყო. წყალქვეშ თითქმის 1000 მეტრის სიღრმეზე სინათლე იმდენად იფანტება, რომ ირგვლივ ყველაფერი სრულ წყუდიათშია ჩაძირული. ოკეანის სიღრმეები დღესაც შეუსწავლელია, მაგრამ კაცობრიობამ უკვე შეძლო ზოგიერთი მათი ბინადრის აღმოჩენა. თევზის სამსახეობას თავზე ერთგვარი სატყუ არ აქვს, რომელშიც ბაქტერიები არიან მოთავსებულნი. ეს ბაქტერიები სინათლეს ასხივებენ, რაც სხვა თევზების ყურადღებას იქცევს. ამ თევზებს არა მხოლოდ განსხვავებული შესახედაობა, არამედ გამრავლების უცნაური ფორმაც აქვთ. დაბადებიდან მამრებს დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ. მათ სატყუ არ აქვთ და შესაბამისად მარტო გადარჩენას ვერ შეძლებენ. ამიტომაც ისინი მდედრ თევზებს კბენენ. მათ ეკვრიან და მთელ ცხოვრებას ასეთ მდგომარეობაში ატარებენ. თუ ამ სახეობამ შეგაშინათ, მაშინ შემდეგი თევზის სახეობა იმდენად უცნაურია, რომ მისი არსებობა დაუჯერებელია. ეს უნიკალური თევზი დაახლოებით 20000 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს. უცნაურია, მაგრამ ეს ხრმულები, რომლებიც თვალებს გავს, სინამდვილეში ნესტოებია, ხოლო მწვანე ბურთები შინაგანი თვალების ფუნქციას ასრულებს. ამ თევზების სიგრძე 15 სანტიმეტრია. საოცარია, მაგრამ ასეთი უცნაური არსებები ცხოვრობენ ჩვენს პლანეტაზე. ოკეანის სიღრმიდან ცოტა ხნით კვლავ ზედაპირზე დავბრუნდეთ. თევზაობა დასვენების იდეალური საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ თუ მეგობრებთან ერთად ვართ. მაგრამ 2016 წელს მეთევზეთა ჯგუფისთვის თევზის დაჭერის ერთ-ერთი მცდელობა თითქმის ტრაგიკულად დასრულდა მას შემდეგ, რაც მარლინმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების საკვებად არ გადაიქცეოდა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ოკეანე ნამდვილად სახიფათო ადგილია. ოკეანის მთავარ მტაცებლებს სანაპიროზე ამოსვლა არ შეუძლიათ, მაგრამ ხანდახან ოკეანეში ის მტაცებლები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც როგორც წყალში, ასევე ზედაპირზეც თავს იდეალურად გრძნობენ. I have never been shaking so much in my whole life. Man. This monster is like 10 meters in front of us. Oh my. Me dead. What a video. I cannot stop shaking. Welcome to Cardwell, North Queensland. Oh my lord. He's like 1, 2, 3. Oh my god. Oh my god. You should have had your camera so you could have taken some stills at the same time. ჩრდილოეთ Queensland-ში სათევზაოდ წასული წყვილი მოულოდნელად საკმაოდ საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ რამდენიმე მცირე ზომის ზვიგენი დაიჭირეს, როდესაც წყალში ეს დიდი ზომის მტაცებელი გამოჩნდა. ამ ნიანგის სიგრძე მინიმუმ 4 მეტრი იქნებოდა. მსოფლიოს სანაპიროების უმრავლესობაზე ასეთი მოულოდნელი შეხვედრა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ავსტრალიაში ხშირად შეხვდებით ნიანგს, რომელიც ოკეანეში დაცურავს. საქმე იმაშია, რომ ნიანგები ტერიტორიული ცხოველები არიან. ისინი მიგრირებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ ტერიტორიაზე კონკურენტი გამოჩნდება. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი მიგრაციის დროს ნიანგმა უფასო სადილის მირთმევა გადაწყვიტა. ჯულს კეისი და მისი მეგობარი მყინთავი პორტ ფილიპის ყურის შესწავლით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც ერთ-ერთმა ოკეანის ბინადარმა საპასუხოდ მათი შესწავლა გადაწყვიტა.
როგორც წესი, წყალქვეშა ცხოველებს კამერები აინტერესებთ, მაგრამ ამ რვაფეხამ ჩათვალა, რომ მყინთავი მეტად საინტერესოდ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა ინციდენტის გარეშე დასრულდა, მისი შედეგი შესაძლოა ბევრად მტკივნეული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ რვაფეხა თავდასხმას გადაწყვეტდა. ამ ცხოველის ნისკარტი მისი კიდურების ცენტრში ამოთავსებული და ის იმდენად ბასრია, რომ კუს ბაკნების დამტვრევაც კი შეუძლია. ასე რომ რვაფეხასთან მცირე დისტანციაზე ყოფნა ისეთი უსაფრთხო გასართობი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დიდი ბარიერული რიფი მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. მისი უწყინარი იერის მიუხედავად სახიფათო ადგილები აქაც არსებობს. How's that? ამ ყინთავმა და მისმა მეგობრებმა წყალქვეშა ხვრელი აღმოაჩინეს და მისი შესწავლა გადაწყვიტეს. ალბათ საჭირო არაა იმის განმარტება, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს. ასეთ ვიწრო ღრმულში გადახტომა თავის გატეხვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, წყალქვეშა გამოქვაბულში ერთი არასწორი მოძრაობა შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ გასასვლელს ვერ იპოვით. თუ ბნელ წყალქვეშა ლაბირინთში დაკარგვა საკმაოდ საშინლად ჟღერს, მაშინ ამ ისტორიის მოსმენისას ალბათ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავთ. თავისუფალი ყინთვა წყალქვეშა ცურვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ყინთავები დამატებით აღჭურვილობას არ იყენებენ. სიღრმეზე ჩასვლა დამხმარე ინვენტარის გარეშე სარისკო გადაწყვეტილებაა და ასეთი ექსტრემალური ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ პროფესიონალ ყინთავებს შეუძლიათ. ეს ადამ სტერნია, პროფესიონალი თავისუფალი მყინთავი. მან ზუსტად იცის, თუ რამდენი ხანი შეუძლია წყალქვეშ გაჩერება, მაგრამ აღჭურვილობის გარეშე ყინულის ფენით დაფარულ ტბაში ცურვა ალბათ ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს ტბა ჩეხეთში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ასეთი ექსტრემალური გართობა მაქსიმალურად ახლოსაა ოკეანის წყალქვეშა საშინელებებთან. საბედნიეროდ, პოლ კაუფმანი პროფესიონალი წყალქვეშა მყინთავია, ხოლო ყვითელი ფერის თოკი მას გზის გაგნებაში ეხმარება, მაგრამ რეალურად ასეთ ცივ წყალს მოუმზადებელი ადამიანების გულის გაჩერება შეუძლია. ამიტომაც, სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთ, უმჯობესია კარგად დავფიქრდეთ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სწრაფად მოძრავი არსებები ყველაზე სახიფათონი არიან, მაგრამ ეს ვიდეო გვიჩვენებს, რომ ეს ასე არაა. ეს უცნაური სანახაობა ატლანტის ოკეანის ფსკერზე მდებარეობს და მისი დანახვა ალბათ უამრავ მყინთავს აშინებს. სინამდვილეში ეს ატლანტის ოკეანის წყალქვეშა მუზეუმია, რომელიც 300 ქანდაკებისგან შედგება. მისი ავტორი ბრიტანელი ჯეისონ ტეილორია. ქანდაკებები გვახსენებენ, რომ ადამიანის ცხოვრება მის მოძრაობაზე და ოკეანის ნებაზეა დამოკიდებული. ოკეანის დონე საკმაოდ სწრაფად იმატებს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ კლიმატის ცვლილებების უგულებელყოფა კაცობრიობისთვის საკმაოდ ცუდად დასრულდება. მათ გარდა მსგავსი წყალქვეშა მუზეუმი მექსიკაშიც მდებარეობს, რომელიც ასევე ჯეისონს ამ მუზეუმში მინიმუმ 450 ქანდაკებაა. ისინი ამ ადგილას 2009 წლიდან არიან. ამ დროის განმავლობაში ბუნება მათი პირვანდელი იერსახე თითქმის მთლიანად შეცვალა. წყალმცენარეებით დაფარული ადამიანის ქანდაკებების გარდა, დედამიწის სხვა ადგილებში ბევრად საშიშ წყალქვეშა მონუმენტებსაც შეხვდებით. ეს წყალქვეშა ზვიგენის ფიგურა შვეიცარიის ერთ-ერთ ტბაში თითქმის 41 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ის 2007 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაამზადეს. ეს ზვიგენი დღეისათვის ყინთავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა.